დავბრუნდებით 30 წლის წინ, ესე იგი 1996 წელს. ნამდვილად არავის არასოდეს არ გვიფიქრია ჩვენს ოჯახში, რომ საერთოდ შეიძლებოდა და არსებობდა ბიზნესი. მახსოვს ერთ-ერთი მეგობრის სიტყვები, ზუსტად 96 წლის მარტში ხომ არის ჩვენ კომპანია დაარსებული და რაღაცა მეკითხება, რომ ნუ თუ ფიქრობო, რომ ვინმეს დღეს აი ამ 90-იანებში ამ სიბნელეში, როდესმე დაჭირდება ეს თქვენი პროდუქტი და იმდენად ცოტა ვიწყინე, მაგრამ იხტიბარიც არ გავიხეთე და ვუთხარ, რომ მოვა გაზაფხული და ზაფხული და ნამდვილად ყველას დაჭირდება და ვთვლი, რომ მართლაც მოვიდა ის ზაფხული. 90-იანებია და ვუყურებ ეხანდელი მერიის შენობას და მაშინ იქ სულ სხვა ობიექტი იყო, არ მახსოვს რა ერქვა მაშინ და ვთქვი, რომ ნეტა ეს შენობა გამაჟალუზებინა. და ეს სიტყვაც რაღაც ახალი დამკვიდრდა და მართლაც დადგა დრო და მთლიანი პროექტები ძალიან ბევრ ესეთ დიდ შენობებში დიოს განხორციელებული არის, რითაც ვამაყობთ აი ეს განცდა, რომ ამ პატარა ჟალუზებს შეუძლია, რომ მთლიანად შეცვალოს ინტერიერის ვიზუალი, ძალიან ლამაზად განწყობა აუმაღლოს ადამიანებს ოფისებში თუ სახლებში და ბედნიერება სითბო შეიტანოს, განწყობა აამაღლოს და ყოველთვის მაქვს ისეთი განცდა, როდესაც წლების აი 30 წლის მანძილზე შემხვდება ვთქვათ ჩვენი დამკვეთი და იტყვის, რომ მე მიყენია დიოს ან ჟალუზი ან ფანჯარა ერთი წუთით ყოველთვის სუნთქვა მეკვრება, რომ რას მოაყოლებს ამას, რამდენად კმაყოფილია. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება არის და საერთოდ ჩვენი გუნდისთვის კმაყოფილი მომხმარებელი და ნდობა მოვიპოვეთ 30 წელი და ამ ნდობის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ის სიახლეები, რასაც დიო სამომავლოდ დანერგავს, ყოველთვის იქნება დაყრდნობილი მომხმარებელთან ურთიერთობის აწყობაზე, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანია ნდობის მოპოვებაზე და მის გაღრმავებაზე, ასე ვიტყოდ. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი ოჯახური ფირმა, სადაც თქვა ფინანსური დირექტორი ძმა და მარკეტინგის გასავაჭრო განყოფილებას კურირებს ჩემი და ძალიან დიო ფაქტობრივად ჩვენს ოჯახში დაიბადა და ალბათ პირველი დღე ის იყო, როცა ირმამ გააჟღერა ეს იდეა და ჩვენც მერე შევუდექით საქმიანობას. 30 წელი მარტო დრო არ არის, ეს არის ურთიერთობები, ადამიანების სირთულეები, გამარჯვებები და ყველა ის გამოცდილება, რომელიც ერთად დავაგროვეთ. 4-დან დავიწყეთ და ახლა დიდ კომპანიად გადავიქეცით. ერთ-ერთ გადაცემაში მკითხეს, რომ რა არის რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტიო შენთვისო დიოში და მაშინ სპონტანურად ვპასუხა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი დიოს გუნდია. ადამიანები, რომლებიც ჩვენს ერთ გვერდით დგანან. მადლობა მინდა უთხრა ყოველ თითოეულ ჩვენ თანამშრომელს, რომელიც 70 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე შემოგვიერთა და თავის წვლილი შეიტანა დიოს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გავიზარდეთ, მაინც მე მგონი შენარჩუნდა კომპანიაში ის ოჯახური სიტუაცია, ის ოჯახური დამოკიდებულება, რაც აუცილებელია თითოეული თანამშრომლისთვის და ჩვენთვისაც, როგორც ხელმძღვანელების და დამფუძნებლისთვისაც. ძალიან ბევრი საინტერესო დღე გაგვიტარებია თბილისში, თბილისის მიღმაც გეგმავდით რაღაც აქტივობებს. თვითონ გუნდი არის, თვითონ გუნდი და გუნდის თანამშრომლებიდან მოდიოდა ეს იდეები. გაგვიმართლა ამ ხრივ თუ არ ვიცი, დიომ განაწყო ასე. ბევრი დღეები და ბევრი ფაქტები გვახსოვს, ესეთი საინტერესო და თვითონ თანამშრომლებსაც რო კითხოთ, ისინიც ალბათ უფრო უკეთ გაიხსენებენ ამ დღეებს ერთად გატარებულს. არც კი მჯერო 30 წელი გავიდა. ბუდაპეშტის ქუჩაზე რაც პატარა ოთახი გქონდა, თუ სულ რამდენიმე თვე ვიყავით. ვცდილობ გავიხსენო მაშინდელი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მაგრამ არ მახსოვს. შემდგომ როგორც გითხარით, მახტიორის 12-ში გადავედით, იქაც ნაკირევები ოფისი ქონდა კუთხეში, სადაც მე პატარა წარმოებას გავხსენით და პირველი ვერტიკალური ჟალუზები გავაკეთეთ ჩვენ ვაკეთებით ჩვენი ხელით, რამდენიმე ადამიანი მუშაობდით მაშინ და დაახლოებით 98 წელს შევიძინეთ უკვე ეს ფართობი, სადაც ახლა ვიმყოფებით და მაშინ მახსოვს ძალიან მოგწონდა აქაურობა, საბურთალოს ქუჩაზე იმდენი საერთოდ არ იყო ასეთი მოძრაობა.
და წინ ეკლესია შენდებოდა და ამ ეკლესიის შენებობის პროცესში გაგვიზრდა იდეა, რომ დაგვერგო ხეები. და ეხლაც არის ის კიპარისები, ეხლაც ვხედავ ის კიპარისები ამ ხელზე გაიზარდა და ბავშვებს ვთხოვეთ მაშინ და ჩემი დიშვილი გიორგი მაშინ იყო სკოლაში სწავლობდა და მისი კლასი მოვიყვანეთ და ძალიან კარგად გვახსოვს ყველას ეს დღე და სწორედ ეს არის სიმბოლური როგორ იზრდებიან კიპარისები ჩვენ კომპანიასთან ერთად და როგორ იზრდება, როგორ მოდის შემდეგი თაობა. ხო, საინტერესოა ეს ოჯახური ბიზნესი როგორ ეწყო, მაგრამ მას ჩვენ არც გვიფიქრია, როგორ უნდა ყოფილიყო ეს ინსტინქტურად ხდებოდა ეს ყველაფერი და ბუნებრივად. თუ როგორ ნაწილდებოდა ჩვენს საქმეები, იმის მიხედვით ვის რა უნარები ქონდა. ირმა იყო ძალიან არის და იყო ძალიან აქტიური ურთიერთობებში და შესაბამისად მომხმარებელთან თუ მომწოდებელთან იმ პერიოდში ირმა ძალიან აქტიურად იყო ჩართული კომუნიკაციაში და პროდუქციის პოპულარიზაციაში. ჩემი მოვალეობები დასაწყისში იყო ეს ტექნიკური საქმე, ეს იყო აზომები, მონტაჟი, თქვა წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები. მერე ცოტა ფინანსური ნაწილით სანამ თან უნდა შემოგვიერთდებოდა ფინანსურ ნაწილსაც ვიყავი ჩართული ეს ინვოისინგი და ასე შემდეგ და კალკულაციები, ლოჯისტიკა. შემდგომ როდესაც თან უნდა შემოგვიერთდათ, ასე ვთქვათ, IT სისტემა, კომპიუტერიზაცია მაშინ სულ ახალი იყო და თან უნდა პროფესიიდან გამომდინარე ეს კიბერნეტიკოსია, მათემატიკოსია და შესაბამისად ძალიან ადვილად აითვისა ეს ტექნოლოგიები, რაც იყო Excel-ი, ფინანსური გაფრთხილება და ასე შემდეგ და ნუ მოკლედ ესე განაწილდა ბუნებრივად განაწილდა და ეხლაც ესე მოვდივართ პირველივე დღიდან ჩვენი ბიზნესის დაწყების დაკავშირებული ვიყავით ევროპასთან. ნუ მათ შორის პოლონეთთან და შემდგომ კიდევ უამრავი ევროპის ქვეყანა დაგვემატა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პოსტსაბჭოთა პერიოდში, როდესაც იქმნებოდა, იბადებოდა ახალი საქართველო და ყველანაირი ტექნოლოგია სიახლე ბუნებრივია მოდიოდა დასავლეთიდან და ამ შემთხვევაში ევროპიდან. ჩვენ არ ვაწარმოებთ მხოლოდ პროდუქციას, ჩვენი არის სერვისის მიწოდებელი კომპანია. და თითოეული შეკვეთა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ეს არის კონკრეტული მომხმარებლის კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგებული. პროდუქცია, მომსახურება ჩვენი, რომელიც გვაქვს, ნამდვილად ევროპული სტანდარტის არის და ჩვენ გვინდა, რომ ბევრს მომხმარებელს გაუჩეს შესაძლებლობა, ფინანსური შესაძლებლობა, რომ იყიდოს ხარისხიანი პროდუქცია. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი იუბილე, როცა გვექნება 40 წლის, რაც ვილაპარაკე, ამ მიზნების 90% იქნება შესრულებული. მადლობა თითოეულ მომხმარებელს იმისათვის, რომ გვენდნენ, იმისათვის, რომ დღემდე არიან ჩვენი მომხმარებელი, მათ გარეშე ნამდვილად დიო ვერ იქნებოდა. ისეთი, როგორც დღეს არის, ვერ გაივლიდა ამ 30 წელს და არ ექნებოდა იმედი კიდე მრავალი 30 წლის გავლის. ხა რომ გადავხედავ ამ 30 წლის ისტორიას, ძალიან მახარებს ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მთავარი ადამიანურობა, სამართლიანობა და ის ღირებულებები, რითაც დიომ დაიწყო თავიდან.